აი ეს ვერ გავაკეთე, კიდე რომ თქვათ მარტო რომ ჩანდე, რომ თქვათ თქვენ რომ არ გამოგაჩინოთ მე. ჩანაწერი ჩაირთო. კი, ჩანაწერი ჩაერთო, არა, მე რომ თქვათ ვლაპარაკობდა რომ არ გადაერთოს იქით-აქეთ რა, თორემ მე ეგეც ნერვებს მიშლის ზოგჯერ. ესე იგი, ყველაფერი ნერვოზიანი ხო, ხედავთ, მასწავლებელი ყავთ. გადამიყვანეთ ჭკუიდან. Так, კარგით, всё, დავიწყოთ ჩვენ ახლა. ანუ, ესე იგი, ჩვენ პირველ რიგში მე მიხარია რომ აქ არიან ჩემი მოსწავლეები, იმიტომ რომ ეს საერთოდ ტრენინგი, რომელიც ჩვენ გვექნება, როგორც მე ვგეგმავ ჯერ, ну და ჩემი გუნდი შეიძლება იყოს აი ახლა კიდევ ჩამოვყალიბდებით ამ დღეებში როგორ იქნება, ну 10-ში კი იქნება პირველი დღე. მე შეიძლება იყოს როგორც რომ იქ არ მახსოვს რამდენი გაშლა გვექნება კეთი მე მგონი 9 ხო თუ 6. ну ბევრი გაშლა გვექნება, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რატომ მინდა საერთოდ ეს მოგცეთ მე თქვენ. ეს იდეა საერთოდ არის უკვე აი პირველი ნაკადიდან მთხოვეს და вообще საერთოდ ამ ტრენინგის ინიციატორს თავის დროზე ვიყავი მე ჩემს იმ აკადემიაში, სადაც მე ვსწავლობდი. იმიტომ რომ იქ ახლა როცა ვისწავლეთ ჩვენ, მოდიოდა კაკრა ზუსტად ახალი წელი და საახალ წლად მე სადღაც ინფორმაცია მოვიპოვე მაშინ, რომ ძალიან მაგარია, როცა ну რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ტაროს რო სწავლობთ, ცოტა შევეხებით კიდე ახლა ტაროს, იმისთვის ვსწავლობთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ თავს დავეხმაროთ, მე ახლა ვისაც უნდა რომ მუშაობა გქონდეს, თქვათ უკვე თავისთავად უნდათ რომ კლიენტებიც ყავდეს და ну კლიენტებსაც ასიამოვნონ, ასე რომ თქვა და რა თქმა უნდა რომ თქვენს გქონდეთ ახლა რამის შემოსავალი, ხო? სხვათა შორის კიდევ ვგეგმავ, აი არ ვიცი ახლა რამდენი ხანში, მაგრამ აუცილებლად ვგეგმავ, რომ მე მინდა ცალკე ჩავატარო მე ასე მინი ტრენინგი იმათთვის, ვინცაც უნდა მე მართლა კლიენტებთან მუშაობა, ანუ გასწავლეთ ყველაფერს აბსოლუტურად როგორ რანაირად დაწყებული სოციქსელებიდან და ნუ ყველაფერი თუ რამე ვიცი, ყველაფერს გასწავლეთ, მოდით ასე ვთქვათ რა. ეს მაგებაში საერთოდ რომ თქვენთვის ახლა ეს იყოს ისე რა ქვია ადვილი მერი მუშაობა რა, ანუ რაც მე ვიცი, ყველაფერს გადმოგცემთ, რა თქმა უნდა, მარტო ტაროს არ გასწავლეთ მე თქვენ, მე მინდა რომ თქვენ იფრწყინოთ საერთოდ და ყველამ დაინახოს რა ნიჭიერები მყავს მე მოსწავლეები. ამიტომ ყველაფერს ამას თქვენთვის რა თქმა უნდა გავაკეთებ. რაც ეხება მაგიას, აი გაშლების მაგია, ასე ქვია, მაგას საერთოდ ამ ტრენინგს რა. საახალ წლად ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, აინტერესებს, ну ყველას რა გვაინტერესებს, ძირითადად რა, ანუ რა იქნება, რა მელოდეება, როგორ იქნება და ასე შემდეგ. ეგრევე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ საერთოდ ეს არის შრომატებადი ძალიან ეს სამუშაო. არ არის ეს ადვილი თქვათ, მაგრამ ძალიან საინტერესო. ну, საერთოდ ახლა პრინციპში მე მინდა ახლა რაც მე დავგეგმე ამას ამ ჩემს იმას მიუყვები რა ქვია ყველაფერს რომ გიხედავ ამ წუთში ახლა აქ არიან ჩემი მოსწავლეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა მე უკვე დავდებთ ჩვენ ახლა YouTube-ზე, შეიძლება ნახავენ ის ადამიანები, ვისაც თქვა ტარო მოსწონს, ზოგი შეიძლება მუშაობს უკვე ტაროზე, ზოგი არის თვითნასწავლი და მაგრამ შეიძლება თქვათ, მაგათაც მოუნდეს, რომ შეეხონ ჩვენს სისტემას. ახლა რა თქმა უნდა, იქნება გაშლები, რომელიც შეუძლია ყველაზე ჩვენ აგიხსნით რა გაშლები შეიძლება იყოს, საერთოდ რა გაშლები არსებობს რა. და აგიხსნით მე თქვენ რატომ აი მნიშვნელოვანი არის კითხვის დასხმა, აი სწორი ხო? კიდე ну თქვენ იცით შემოსწავლება, მაგრამ მაინც თქვენთვის იქნება ეს კიდე გამეორება, ვინც არ იცის, იმათთვის იქნება კარგი ინფორმაცია, მე ვფიქრობ. და კიდე ბევრი რაღაც საინტერესო მომენტები მაქვს თქვენთვის მომზადებული, რომ იცოდეთ საერთოდ როგორ უნდა იმუშაოთ. ამ კლუბში ვინც უკვე ხართ, თქვენ და ვინც ესწრებოდეთ უკვე ჩვენ შეხვედრებს, იცით რომ ჩვენ აქ საერთოდ ძალიან ბევრ საინტერესო თემებზე ვლაპარაკობთ, რაზეც შეიძლება მე ვერ ვასწრებ, როცა, ну, თქვათ, ვლაპარაკობთ თქვენთან კონსულტაციების დროს, თუმცა იქაც ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენ და ვსაუბრობთ ბევრ თემებზე, მაგრამ აქ
კლუბში ჩვენ გვაქვს და გვექნება კიდე უფრო და უფრო მეტი საინტერესო თემები, რაც უნდა იცოდეს ადამიანმა, ვინც თქვათ ეხება ეზოტერიკას და ნუ მithumetes ტაროს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახლა ტარო აკადემია, ახლა უკვე მატრიცის კლუბი გვაქვს ჩვენ კლუბი მეთქე კურსი და ამიტომ ნუმეროლოგიაზეც ვილაპარაკებთ, მაღალ არკანებზე, ყველაფერზე, ბევრ რამეზე ვილაპარაკებთ რა, ანუ ვაგრძელებთ ჩვენ მუშაობას ჩვენს კლუბში. ნუ პირველი რითიც ხსნით, ვემზადებთ ჩვენ საახალ წლот, უკვე თქვენ პრინციპში ვინც მუშაობთ, შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ჩაწერა თქვენი კლიენტების ამ გაშლაზე, იმიტომ რომ დღეს მე თქვენ დაგელაპარაკებთ ზოგადად და უკვე 10-ში ხო და დავიწყე და არ დავამთავრე, შეიძლება გავაკეთებ კვირაში 2 შეხვედრას ან 2 კვირა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩვენ დაუშვით მე 10-ში აგიხსნით, მე ერთი კვირა ჩვენ ამ მაგაშლებზე ვიმიცადინებთ, თქვენ ახლა ჩააგდებთ თქვენს გაშლებს, ერთად თქვა წავიკითხოთ და მე მეორე შეხვედრა იქნება, მეორე ნაწილს მოგცემთ, იმიტომ რომ იქ იქნება პროფილურებიც იქნება, ანუ როგორც ჩვენ აკადემიაში რო სწავლობთ და უკვე იცით თქვენ მაგისი განლაგება მასეთებიც იქნება ისეთი რომელიც შეიძლება ინტერნეტშიც არსებობენ, მაგრამ მე გასწავლით თქვენ როგორ უნდა წაიკითხოთ და იქნება საავტორო კიდე ეს უკვე ჩემი მასწავლებლის მე რაც შემხვდა ასე რომ თქვა და გვასწავლა, მე თქვენ გაგიზიარებთ მაგასაც, რაზეც მე წლები მუშაობდი და ნუ ეხლაც უკვე დაიწყეს ახლა ვინც ადრე მომართავდა ხოლმე წლიურ გაშლებზე, უკვე ეხლაც მწერენ რომ ხო არ აკეთებთ. იმიტომ რომ ნუ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა არის რა, მითითება გაქვს, ანუ უშუალოდ შენი პირადად რა, ახლა მე მაგალითად კი ვაკეთებ ყოველ კვირას თქვათ გაშლას საჯაროდ კვირიულს, მაგრამ даже თვის გაშლასაც ვაკეთებ, მაგრამ სადრო ახლა ეს საჯარო, სადრო ახლა შენ ყოველ თვე იცი შენი მთავარი ენერგიები, რას უნდა მიაქციო ყურადღება ყველა სფეროს მიხედვით. და საკმაოდ სხვათა შორის ჩემთან გაშლებს უკეთავენ ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებული ადამიანები. და სულ იმის მიუხედავად, რომ даже მყავს მე რამდენიმე კლიენტი, ვინც ახლა ყოველ თვე მთხოვს, რომ გამიკეთე გაშლა, ანუ სამ სფეროზე რა, ანუ კარიერა, ფინანსები და ურთიერთობა. იმის მიუხედავად, რომ აქვს ეს წლიური გაშლა. ანუ ესე იგი იქ ჩვენ ენერგიებს კი ვეხებით, მაგრამ აი მაინც უკვე მე ნუ თხოვენ რომ გავუკეთოთ თვიურიც. იმიტომ რომ მართლა ეს არის ძალიან საინტერესო, როცა შენ ანუ ბევრი რაღაცა სხვათა შორის იყო ესეთი მომენტები, რომ თქვა ადამიანი გაფრთხილდა, თქვა არ დაუშვა შეცდომა. მithumetes ახლა ვინც თქვისაც აქვს თქვა ბიზნესი, იმათვის ყველასთვის არის ძალიან ну მნიშვნელოვანი ახლა, ну რა თქმა უნდა ახლა ვინც იცის თქვათ, კარგად და ჩვენ კარგად ვიცით და რო ხო? კარგით. ანუ ეს კიდე რაღაცები ხა თანდათან კიდე გეტყოთ ახლა რაც იქნება როგორც იქნება საინფორმაციო და ახლა მე რა მინდა გითხრათ. ანუ პირველ რიგში რა მინდა რომ თქვენ ახლა კიდე გაგაფრთხილოთ სულ ყველას რომ როცა ჩვენ მუშაობთ ტაროსთან და вообще ეზოტერიკაში ვინცა ვართ, ანუ არ უნდა იყოს შიში. იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქ ეს შიში ზუსტად რომ აი მე მეშინია, აი ხო შეიძლება ახლა წლიური გაშლა ეს იმას ხო შეიძლება არასწორად ვეტყვი რაღაცას, აი მე შემიძლია გითხრათ რომ საერთოდ წლიური გაშლას მეც რო ვაკეთებდი, მეც მქონდა ეს შიში, მქონდა. მაგრამ ეს არის რატო იცით, იმიტომ რომ როცა შიში საიდან არის? ყოველთვის მაგას გეუბნებით, რომ შიში ის არის, რაც მე არ ვიცი. აი იმისთვის არის ზუსტად რომ ჩვენ როცა რაღაცა არ ვიცით და ვნერვიულობთ მაგაზე, ჩვენ ვუშვებთ ჩვენს ენერგიას და ვხარჯებთ მაგაზე რესურსს. ამიტომ ჯობია რომ ვიცოდე. ამიტომ თქვენ სულ ყველას ვინც სწავლობთ ჩემ კურსზე,
მაქვს უამრავი ტრენინგი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადაც მე ვდებთ ბევრი ინფორმაცია ისევ თქვენთვის, რომ თქვენ რო იმუშაოთ, რომ თქვენ თუნდაც აი ის რაც მე შევძელე თქვათ იმ ტრენინგების დროს გადმომეცა, ის მაინც იცოდეთ და მე უკვე რა თქმა უნდა თქვენ თვითონაც განვითარდებით უკვე და უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებთ. ახლა მე არ გეუბნებით, რომ მარტო ამის შემოიფარგლოთ რა. ეს უბრალოდ თქვენთვის არის მითითება, თქვენ ნახავთ შეიძლება რომელიმე სფერო და გაინტერესდება და იმას მე მივყვებით რა. და საერთოდ ეს ვიცით ჩვენ რომ ნუ პირველ რიგში და ხო და თქვენი ენერგია უკვე წავა სწორი მიმართულებით, ანუ თქვენ შიშზე კი არ გექნებათ ეს შიშიც მოგეხსნებათ. რაც ეხება წლიურ გაშლებს, აქაც რა არის, იცით, აი მე სულ მაგას ვამბობ და ტარო არასოდეს არ იტყუება. ტარო არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი აბსოლუტურად აჩვენოს. მთავარია შენ როგორ კითხულობ. იმისთვის რომ შენ წაიკითხო, შენ რა თქმა უნდა იყო მომზადებული და თქვენ ახლა ვინც ჩემთან სწავლობთ, თქვენ გაქვთ მედიტაციები თავისთავად, თქვენ იცით როგორ უნდა იმუშაოთ ნაკადში, თქვენ უნდა იცით თქვენ რომ ინტუიცია რა თქმა უნდა აქ უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ ინტუიცია ჩვენ გვჭირდება. როცა ჩვენ აქ არ არის საჭირო ტვინის ჩართვა. ცოდნა რაც გაქვთ თქვენ გამოიყენეთ და კიდე ეხლა ამასაც შევეხებე იმ თემას რა კატეგორია ადამიანების არსებობს და რატომ ზოგჯერ ადამიანებს არ ესმის ის ინფორმაცია რა ინფორმაციას თქვენ გადასცემთ რა. მანამდე კიდე ესე იგი ჩვენ ვიცით რომ ტარო რა სფეროზე ვთქვით უკვე სულ ყველა სფეროზე მუშაობს, რა თქმა უნდა ეს არის ურთიერთობა და ეს არის ბიზნესი, კარიერა, ჯანმრთელობასაც აჩვენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მე არ მუშაობ მარტო ფსიქოსომატიკაზე ვმუშაობ, უბრალოდ, მაგრამ მე ვიცი რომ ჩემთან ერთად გოგოები სწავლობდნენ, ვისაც ჰქონდათ სამედიცინო თქვათ განათლება, ეგენი ისე კითხულობდნენ, მაგრამ აი მithumetes აი ჩვენ რო გვაქვს ჯანმრთელობაზე ხო გვაქვს მე 17 გაშლა, აი იქ უკვე დაჟე მე ვაძლევდი მაგაც ცალკე აი ჩაქრებზე, ну ძალიან მაგარი, მაგრამ შეუძლიათ წაიკითხვა ამისი ექიმებს რა და შეუძლიათ დაჟე დიაგნოზიც კი დავსვან, მაგრამ მე რო ექიმი არა ვარ, მე ექიმის შვილი ვარ, მაგრამ ну არ ვიცი და ამიტომ ნამდვილად ეხლა ჯანმრთელობაზე არ ვარ, ეს არის ჩემი პრინციპი, არ ვაკეთებ მე ჯანმრთელობაზე რა, იმიტომ რომ ექიმი არა ვარ მე და არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას. ექიმებს შეუძლიათ ეგა. ну რა თქმა უნდა ახლა როგორ შეგიძლიათ ну თქვათ და რო გაჩვენებს არჩევანის წინ დგავარ ჩვენ სულ შავთმებში ვიარო თუ ან ყვითელში ხო სიტყვა ეგაც ელემენტარული არის არჩევანი ხო ამ გზით წავიდე თუ ამ გზით წავიდე და რო ვისწავლო თუ დაუშვათ ახლა არქეოლოგია ან თქვათ ტრაქტორებზე მირჩევნია რომ ინფორმაცია მივიღო ხო ანუ ესე იგი არჩევანის წინ დგავარ ჩვენ სულ შემდეგია, როგორ განვითარდება ის თუ ეს სიტუაცია, ნებისმიერი სიტუაცია, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაცია, ჩვენ ახლა შეიძლება ის ურთიერთობაში, შეიძლება, ну, წყვილში, შეიძლება ისე რაღაცა სიტუაცია მოხდა, ხო? რა კიდე ძალიან, ну, კარგი არის, რომ გაიგო, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ რამე შევცვალო ჩემში. ну, ახლა თქვენ ვინც უკვე სწავლობთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა ნამდვილად მაგაზეც პირველ რიგში აქცენტ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი კურსიც ისე არის აწყობილი, რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენს თავზე ვმუშაობთ, ჩვენს ტრანსფორმაციას გავდევართ და მერე უკვე გადავდევართ ჩვენ, ну, მერე სხვებსაც ვეხმარებთ, რა თქმა უნდა რა. და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში, რომ ანუ მე კი არ ვაბრალებ ვიღაცას და კი არ ვუშვერთ იც, რომ ის არის დამნაშავე ის ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა გვინდა რომ ნახოთ რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ჩემში რაღაცა შეიცვალოს. ამისთვის ჩვენ გვაქვს ну რა თქმა უნდა გაშლები. და ეხლა აი ამაზე მინდა გითხრათ ორი სიტყვა კიდე რატომ ზოგჯერ ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანებს მივაწოდოთ ის ინფორმაცია რა ინფორმაციას გვინდა რომ მივაწოდოთ. ეს საერთოდ ძალიან ხშირად ვიჭედებით ამაში. და რატომ გეტყვით? ანუ ეს უკვე ინფორმაცია იმათვის უფრო კიდე იქნება, ვინც მუშაობს ან ვინც აპირებს მუშაობას საერთოდ.
არსებობს ასეთი სამი ლომი, რო იტყვიან, თუ სამი როგორ იძახიან კიდე ის რა ქვია, გველეშაპით როგორ უძახიან, ხო, რელიგია, მეცნიერება და მაგია. ანუ არსებობს და ყველა მაგაში არის თავისი რაღაცა აზრი, ნებისმიერ თემაში რა. არის თავისი რაღაცა მოსაზრება. არსებობს ასევე, ну, ასე წოდებული იერარქია, ანუ ეს არის ნებისმიერი საზოგადოება, ანუ რომელშიც არის რაღაცა სოციალური ჯგუფები და რომელშიც არიან განსხვავებული ადამიანების ხარისხით. და ყველა ანუ ამ ჯგუფს აქვს თავისი რაღაცა შაბლონი აღქმის, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციის და მოვლენების რა. მე დღეს აგიხსნით ძალიან პრიმიტიული ენით, რომ უბრალოდ იცოდეთ თქვენ ხა, რომ აი კასტები ასე წოდებული არსებობს და ნუ აქ მაგ ინფორმაციიდან მოგცემთ ძალიან ცოტა რაღაც ოდენა ინფორმაციას, რომ თუ ვინმეს და გაინტერესებს, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონაც მოიძიებთ, მაგრამ რომ იცოდეთ. ნახეთ, არსებობენ ასე წოდებული კასტა, ну, ასე ქვია მაგას, მუშები. ანუ ეს ადამიანები, რომელიც თვლიან, რომ საერთოდ გონებრივი შრომა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თუ აი ნუ შრომა მხოლოდ ფიზიკური. აი მაგალითად მთვირთავები ხო, ან მუშები კარხანაში, აი ეგეთი ფენა, რომელიც თქვათ, ну, საერთოდ არც აფასებენ, არც თვლიან, რომ ადამიანი, ვინც თქვათ გონებით მუშაობს, ის, ну, თქვათ, მუშაობს, ან შრომობს, ხო? ისინი არიან უსაქმურები, მაგათთვის რა. და ამ ადამიანებს საერთოდ არ უყვარს არც სწავლა, არც განათლება, არც განვითარება და არ შეня ეზოტერიკა მილიონი წელი არ ჭირდება მაგას რა. და ეს ადამიანები არიან, ანუ ჯერ საერთოდ მინდა თქვა, რომ აი ნახეთ ცოტა აქეთ გადმო ყველაფერი რაც კი არსებობს ცხოვრებაში, ჩვენ ახლა ვინც უკვე ვართ ეზოტერიკით დაკავებული, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ენერგია. აბსოლუტურად ყველაფერი, რა, აი მოვლენებიც ყველაფერი, რა, საგნები ეს ყველაფერი ენერგია. მაგრამ აი ამ კასტების მიხედვით, ეს ადამიანები ამ ენერგიას იღებენ, ну, აღიყვავენ თავის გონებრივი მასშტაბიდან, ასე რომ ვთქვათ რა. ну, ხო გესმით, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ძალიან რთულად ხო არ არის, ახლა ხო არ გიხსნით რთულად. არა, აბსოლუტურად გასაგებია და ძალიან საინტერესოა საერთაშორისოაზეც საუბრობ. აჰა, მადლობა. ხო, ამიტომ ეს არის როგორი თემა რა, როცა ადამიანებს არ უნდა განვითარება, არ უნდა თქვათ ახლა ეს ეზოტერიკული შენი თემა და ამათთვის არის საერთოდ ენერგია სამუშაო. და ეგენი საერთოდ აღიკვავენ თქვათ ამ სამყაროს უბრალოდ აი და თავის თავსაც აი შრომით. მუშაო, ფიზიკურად თუ ვიშრომე, მე მაგარი ვარ დავუშვოთ, ხო? მეტი არაფერი რა. და ამას შენ რო 24 საათი ელაპარაკო, რომ იცი რა მაღალი ძალები და სულები და რაღაცები გეტყვენ, იცი რა გითხრ რა? მითხარი მაგას მე ვერ გავიგე, რომ ვაჭამე დღეს საჭმელი და ვასვი, ახლა ის რას ეზავს, ახლა დამერეკავს, მადლობელი არის. ანუ ძალიან პრიმიტიული დონეზე რა. და ესაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ როცა ვიცით, ხო, რა კატეგორიას ადამიანი არის, ისე უნდა იმუშაო. ნუ მოდით ახლა ჯერ კიდე გავაგრძელოთ, მეორე კატეგორია არსებობს, ასე წოდებული ვაჭრები. ვაჭრები ეს არიან ადამიანები, რომელიც, ну, გუფცირუსულად ვაჭრები, გადავთარგმნე ეგრე მითხრეს. ანუ არიან ადამიანი მეგობრები. კი, ვაჭრობის კასტა. კი, ხო, და კი დაბალ ენერგიებში არიან, კი. ანუ вообще მაგათ არიციან ეს ენერგიები და რაღაც რა, მაგათთვის, ну, ადამიანი რომელიც არ ვითარდება, ის არ ვითარდება, მორჩა რა, всё. ანუ არიან ადამიანი მეგობრები, ანუ, ну, ესე ასე წოდებული, რატო? იმიტომ რომ ვაჭრები ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან პრინციპში დაამყარონ კარგი ურთიერთობა ადამიანური, თქვათ ისე, ხო? და მაგრამ ამათ სამყაროში ენერგია არის ფული.
ამათ გონიათ რომ ყველაფერი შეიძლება იყიდო მარტო ყველაფერი იყიდება ფულზე რა და ამიტომ ესეთი ადამიანები არიან ანუ ამათ არ ესმით აი ხა თუ დაუშვათ ეგეთი ადამიანი არის თქვენ სერგლივ თქვენ რო უთხრათ ამას რომ მე მინდა რომ ვისწავლოთ ტარო იტყვენ ნუ ვერ ახარ კარგად აი არ აქვს მნიშვნელობა შენ რა უთხრა რა აი რა დიდი ხარ დაკავებული ანუ ამათ ეს არ ესმით რა ამ ადამიანებს ამათთან უნდა სხვანაირად რა თქმა უნდა დაამყარო ურთიერთობა მაგათთანაც არსებობენ ასე წოდებული მეომრები ანუ მეომრები ეს არის ესეთი კატეგორია რომელსაც მაგათ სამყარო იყოფება აქ არიან მტრები აქ არიან მეგობრები всё და ამათ ვისაც უფრო მეტი აქვს თქვა ძალაუფლება ისინი არიან თქვათ თავარი და ამათი ენერგია ამათვის ენერგია ეს არის ძალაუფლება და არსებობენ ასე წოდებული მაგები. მაგი არის ვინ ახლა, ანუ ადამიანები, რომელსაც უყვარს განვითარება, უყვარს კითხვა, უყვართ რაღაცა ახალის გაგება, ხო? ანუ ეს და ამათთვის სხვა რაღაცები, ну, ცოტათი მეტნაკლებად აინტერესებს და აი ეს ადამიანები უკვე იცენ რა არის ენერგია. ეს უბრალოდ რა არის? ახლა ამას ახლა შეიძლება ცოტა რთულად გიხსნით, მაგრამ ეს მე მინდა რომ თქვენ თვითონ პრინციპში ამას მივხვდებით თქვენ ვისთან გაქვთ ეხლა საქმე, ვისთან მუშაობთ თქვენ. იმიტომ რომ ადამიანს რომ ესაუბრები და შენ ახლა მე მაგალითად ბევრჯერ მქონდა ეგეთი მომენტები რომ ხვდები რომ ადამიანს აი დაუშვათ даже ხომ აქ მე ყველა აბსოლუტურად თქვათ ვაკეთებ მატრიცასთან მადლობა ირმა ანუ ვაკეთებ თქვათ მატრიცასთან ერთად, მაგრამ აი ბევრჯერ მქონდა სიტუაცია, როცა ადამიანს ველაპარაკები, აი იმენა შინაგანად ვგრძნობ, რომ ეხლა დროს ვკარგავ. აი просто დროს ვკარგავ. ეხლა რომ ადამიანს ველაპარაკ და ეხლა იმიტომ მე მაგალითად აი ეს უკვე პრაქტიკიდან რა თქმა უნდა ეხლა პრაქტიკა და ეხლა აი იმიტომ ვწერ ხოლმე კონსულტაციას ხო ანუ ჩანაწერს ვაკეთებ იმიტომ რომ უკვე აი ადამიანს ველაპარაკები აი ხა მე მგონი ხა ლაშას უყვებოდა აგერ კონსულტაციაზე კიდევაც აი ეს გოგონა იყო კალბატონია ხა პატარა გოგოც არ არის ანუ ვესაუბრებოდი მაგას 1 საათნახევარი მისხრა ამ გოგომ რომ ვისან არ ვიყავიო ბევრებთან ვიყავიო მისულიო და ყველა მითხრა რომ დაბრუნდება ჩემი პარტნიორიო და ეხლა ვიფიქრო რომ ვალენტინასთან მივალ და რასაც მეტყოს ვალენტინა იმას დაუჯერებო და კი ბატონო მე ვთხარი მეც გეუბნები რომ დაბრუნდება მაგრამ მე რატო არ ბრუნდებაო და რატო არ ბრუნდება მე ვთხარი და ჩართეთ კამერები თუ რა გავთიშე ახლა მეც ანუ ასე იგი რატო არ ბრუნდება და იმიტომ არ ბრუნდება მეთქი რომ უნდა გააკეთო შენ იმისთვის რომ დაბრუნდეს ეს და ეს იმიტომ რომ თქვენ სულებს აქ აი ასეთი ამოცანა და ეს თქვენი სიჩუმე ამიტომ არის და შენ თუ ამას გაიგებ ანუ ესე იგი короче 1 საათი ვზივარ და ასე ვუხსნი იმიტომ რომ ჯერ ადამიანს შევხედე რომ ну რაღაც პასუხობდა ნორმალურად მაგრამ ბოლოს რას მეუბნება ანუ ესე იგი თქვენს მეუბნებით რომ დაბრუნდება? კი მეუთხარი. აჰა. ნუ მთავარია დაბრუნდეს და მე ვიცი. ხო. კარგი მეუთხარ. აი რა უნდა მეთქვა? მივხვდი, აი აქ უკვე მივხვდი, რომ მეც ხა ზოგჯერ რომ მინდა აი ეს როგორ არის იცით ხა ერთ-ერთი ჩემი მენტორი ეძახდა ხოლმე რომ ნუ იცი ხოლმეო ამ ძახს რომ ნუტენი მთლიან იმას რა ქვია ჯოხსო ესა რა კალბასესო რა ძეხვისო რა ძეხს მთლიანად ნუტენიო მაგას დაჭერიო ასე ცოტაო და ისინი აჭამეო და მე ვიცი ხოლმე ასე უნდა შევტენო ხოლმე მთლიანი ეს ესა რა ქვია ეს ძეხვი რა ანუ იმ ქალს იმდენად ისე შევტენე რომ ქალი გაგიჟდა გადაერი ამიტომ ახლა ნუ ეს არის აი ზუსტად რომ ნუ ზოგჯერ ახლა მაინც შეგვეშლება იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ჩვენ ვიცით უფრო მეტი გვინდა რომ უთხრათ მაგრამ აი ეს უნდა იცოდე შენ რომ ადამიანს რომელიც თქვათ არის დაუშვათ აი ამ მუშების თქვათ კასტაში აი ასეთ რამეს რომ უხსნი ის ვერ გაგიგებს ვერაფრით ვერ გაგიგებს და ამას ახლა უნდა ის რა ქვია ხო, აი ჩემი მოსწავლე ხარ და იმიტომ შენს ხარ ეგრეთ კონსულტაციაზე. რომ ანუ ამიტომ უნდა უყურო რა კატეგორია ზის შენთან რა და ამიტომ ზოგჯერ ახლა უნდა უბრალოდ აი ელემენტარული უთხრა რომ იცი რა არის ახლა ეს ადამიანი
კი დაბრუნდება თუ შენ ენას გააჩერებ სიტყვაზე. ნუ მაგის ენაზე რა უთხრა სიტყვა, აი ეგეთი რაღაც რა. ან თუ შენ არ დაუწყებ თქვათ ახლა მაგასთან მე ჩხუბს თუ მოვა ეს ადამიანი დაუშვოთ, ხო? ხო და ანუ შენს ახლა უკვე პრაქტიკას ხო შენ ხოლმე არ შეხო მუშაობ, ამიტომ შენთვისაც ახლა უკვე არ არის ეგაც ახალი, უკვე იცი, უკვე დაიწყო შენი გამოცდილებაც რა. ნუ აი ეს არის რაც მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ ვისთან ვმუშაობთ რა. იმიტომ რომ როცა გინდათ ახლა ეს გაშლებზე ახლა თვითონ იმ გაშლების სტრუქტურაზე ყველაფერზე რა თქმა უნდა 10-ში უფრო აგიხსნით. ესა უბრალოდ პროსტა მინდა რომ შევეხო ამ თემასაც, რომ ნუ მე ვთვლი რომ ეს საჭირო იყო ეს ინფორმაციაც თქვენთვის რა. შემდეგი, ესე იგი, რო ვიცი ჩვენ რომ ეს არის უფრო მეტი ვიდრე სამკითხაო, თქვათ, ინსტრუმენტი, როგორც ამას, თქვათ, ზოგიერთი იღებს რა, იმიტომ რომ ტარო საერთოდ ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გავიგოთ, თქვათ, მიზეზი და შედეგი და მისი მათ შორის, თქვათ, ნუ ჯერ ხო მიზეზი არის, მე თქვათ, მიდის რაღაცა სიტუაციას, ხო? მე რა კავშირი აქვს ამ მიზეზს და კავშირს და მე უკვე რა შედეგი შეიძლება, თქვათ, მოგვიტანოს ჩვენ ამ სიტუაციამ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს, ანუ საერთოდ სამყაროს ცოდნას, ანუ ჩვენ შინაგან სამყაროსაც და გარედანაც, რა, ყველანაირ სამყაროს ცოდნას გვაძლევს. ანუ როცა შენ გაქვს სწორი დამოკიდებულება ტაროსთან, სადმე შენ ამით ავარჯიშებს შენს ინტუიციას და პლუს კიდე უკვე მე აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე ჩემ ჯგუფში კი მეგონი ვთქვი ახლა რომ სხვათა შორის ინტუიცია კი, მაგრამ პლუს კიდე წავიკითხე თუ მოусმინე რაღაც საინტერესო ვიდეო, სადაც იყო იმაზე ლაპარაკი, რომ აი ლენორმანი იყო ნახსენები, მადამ ლენორმან, იცით თქვენ ახლა გაგიგიათ რა თქმა უნდა ალბათ ყველას, ვინც ეს იყო ბონაპარტის პირადი, ნუ მკითხავი, ასე ვთქვათ, მაგან დაიწყო მუშაობა საერთოდ ახლა რა თქმა უნდა ტაროთი მუშაობდა, მე თავისი დასაც გააკეთე, ყველა მიცეს ტარო ლენორმან ვინც არის ის აი აქ ეს ლენორმან არა, ეს просто დასტა მაგათი არის 56 ისე რა ქვია, აქ კარტი და ნუ მაგისი ახლა ეს არ არის კლასიკური მაგისი, მაგრამ ნუ აი ესეთი რა დასტა რა ვიცი ახლა არის საინტერესო და ნუ ამაზე კი არ არის საუბარი, საუბარი არის იმაზე, რომ ლენორმანი 70 წლის ასაკში გამოიყურებოდა როგორც 40 წლის გოგო. რატო? იმიტომ რომ ის მუშაობდა ენერგიებთან და კიდევაც ვამბობ, აი ჩვენ როცა მუშაობთ იმ მედიტაციით, რა მედიტაციებიც ჩვენ გვაქვს, ის მედიტაციები გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენ გამთავისუფლდეთ ამ ბლოკებიდან, თქვათ, ნეგატიური ენერგიებიდან, ამიტომ დააკვირდეთ თქვენ, პრინციპში, ვინც უკვე დაამთავრეს კურსი, ყველა ადარებენ თავის თავს და ყველა გაახალგაზრდავებულია. Вот. და ისე რა ქვია, ხო, ჯერ არავინ არ შემოვიდა. ხო და ჟანა იწერება გამომაგდო და ვეღარ შევდივარო და ხო არ არის. არა, ჟანას გავუკეთე მე ისეში, მიეცი доступе. არავინ არ არის აქ, ხო? და ამიტომ ეს ჩვენზეც კარგად მუშაობს ეს ენერგიები. გაიგეთ, ამიტომ მარტო ინტუიცია კი არა, ვისაც აქტუალურია ახალგაზრდავებაც კი არის აქ ამ ენერგიებში, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, ამ ინსტრუმენტით შეგიძლიათ ჩვენ გავაკეთოთ კორექცია. ჩვენ ახლა ვინც უკვე პროფილურ გაშლებზე ხართ, ჩემი მოსწავლეებს ეხება ეს, თქვენ იცით უკვე, აი ჩვენ უკვე მე-6, მე-7 გაშლიდან ვიწყებთ კორექციას რა. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანს მაღალი არკანების მეშვეობით უკვე ვურჩიოთ, თქვათ, რომ აი რა შეიძლება, ნუ როგორ შეგიძლია რომ კორექტირება გააკეთო შენი თქვათ სიტუაციას, რა სიტუაციაში ეხლა იმყოფები. ნუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი აბსოლუტურად ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია ტაროს, იმიტომ რომ ტარო საერთოდ ვიცით ჩვენ, რომ ეს არის პირველი ასეთი
ეს მარტო ჩვენ შეგვიძლია, კი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტაროლოგები. მარტო ჩვენ, აი, კი რა, ოჩახშა. იმიტომ რომ მარტო ჩვენ სისტემაში ამას ასწავლენ. კი, ჩემო სიხარულო, ჩემო ერთგულო. ხო, ну, რა თქმა უნდა, ტარო არის სხვათა შორის ძალიან მაგარი ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოთერაპევტები იყენებენ. ეხლა არ ვიცი რამდენად ეს ხდება საქართველოში და ქართულ სივრცეში, მაგრამ საერთოდ მსოფლიოში მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ამას იყენებს, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს საშუალებას უფრო მალე გაიგოს რა ჭირს ადამიანს, ვიდრე თქვა ჩაატაროს სესიები, იმიტომ რომ ფსიქოლოგი როცა სესიას ატარებს, ფსიქოლოგს სჭირდება დრო იმისათვის, რომ ადამიანი მიიყვანოს იმ დონემდე, რომ ის თავისი პრობლემები თვითონ გახსნას, ასე რომ ვთქვათ, რა თვითონ უნდა მივიდეს ადამიანი იმ დონემზე, რომ აღიაროს, რომ აი ეს კი მაგრამ ტარო შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენ ადამიანს, აი, ნუ მალევე აჩვენო ეგ სიტუაცია რა. პლუს კიდე ტაროს აქ როგორი თემა კიდე, იცით, მაგალითად მე რო აი მე ხო მუშაობ ონლაინ, ხო? და რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვა ადამიანს, აი თქვა სიტუაციას რო ვაკეთებ და ვეუბნები, აი ასეთ მდგომარეობაში არის შენი პარტნიორი, ან შენ ხარ, აი მე გამეცინა, არ ვიცი რომელი ჯგუფში კიდევაც უთხარია, რომ ერთ გოგოს ეწერა კომენტარებში YouTube-ზე, რომ მხოლოდ ვალენტინას გაშლებს რო უყურებ, აი მაშინ ხვდები ხოლმე თურმე მე რას ვფიქრობ, რომ ისი კი ვერ ხვდები, რას ვფიქრობ, სინამდვილეში რას ვფიქრობ, მარტო ამის გაშლებიდან ხვდებიო. წარმოგიდგენიათ, ანუ ადამიანს როცა ხა მე ხო ვაკეთებ, როცა თქვა, აი შენ რა ენერგიებში ხარ, პარტნიორი რა ენერგიებში არის და რო სიტყვაზე რო ვაჩვენებ, აი ამ ენერგიაში იმყოფები, ხო? ადამიანი მაშინ ხვდება, რომ თურმე კი, იმიტომ რომ ეს არის აი ეგეთი, ну, ასე ვთქვათ, მაგია უკვე, ადამიანი შედის ამ ენერგიაში რა და ეგრევე მოდის ინფორმაცია მაგასთან, რომ აი თურმე რა მჭირს მე, იმიტომ რომ ну, არის ზოგჯერ რომ შენ ზიხარ და ვერ ხვდები, რომ რა მჭირს რა, აი არ ვიცი რა მჭირს ახლა სიტყვაზე, გავრეკე თუ რა ხდება. აი ეს უკვე არკანები, ანუ აძლევენ თუნდაც ახლა კლიენტებს ვთქვათ, რომ გაიგონ რა სჭირთ მაგათ. ამიტომ ეს არის ანუ ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც თქვა შენ თუ მაგრად გაქვს აწყობილი, შენ თუ მაგაზე კარგად უკრავ, შენ ახლა მე ისეთ მელოდიას დაუკრავ, რომ ის მელოდიას შენ განიკურნავ იმ ადამიანებს, ვინც რა ქვია, მოვა შენთან თქვა კონსულტაციაზე. ვნახოთ ესე იგი რას ნიშნავს გაშლა, მე უკვე პრინციპი თქვენ ისედაც გითხარით, რომ ეს არის საერთოდ გაშლა რა არის, ანუ даже ახლა მე უფრო მინდა გითხრა თქვენ, ანუ როგორი გაშლები არსებობს რა საერთოდ არსებობს გაშლები, რომელიც არის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც საერთოდ პირველად იწყებს დაუშვოთ საერთოდ შეხებას ტაროსთან და ჯერ ახლა არ სწავლობენ პროფესიონალურად და თვითონ მასწავლებლები არიან. ну, ეს ხშირ შემთხვევაში არის ან ინტერნეტიდან რაღაცებს იღებენ, ან თქვათ, ეხლა ტაროს რომ მოყვება რაღაცა წიგნები და იმაში რომ არის გაშლები, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე დავათვალიერე, რამდენიმე წიგნი მქონდა, სადაც იმენა გაშლები არის და მე დავრწმუნდი, რომ თუ შენ დარო არიცი ნორმალურად, აი შენ უბრალოდ ისე რომ შენ აი აქ რაღაცა სქემა გაქვს და შენ ამოიღე და დადე თქვათ ახლა ეს არკანები და მე ამოიკითხე თუნდაც ერთი კარტით და ვერ გაიგე როგორ უნდა დააკავშირო, ვერაფერსაც ვერ გაიგებ რა. და ну, საერთოდ ძალიან რთულია. მე მაგითაც მეც ეგრე დავიწყე. პირველი დასთა რო ვიყიდე და მეთქი რა გავაკეთო, კი ვიყიდე ეს დასთა ეხა რა უყო და ინტერნეტში აი მეც ვაძლევ, მე არ მახსოვს მეორე თუ მესამე კურსზე გაშლას კელტური ჯვარი, ეს არის ესეთი გაშლა, რომელმაც ყველამ იცეს აბსოლუტურად ტაროლოგებმა და მეორეზე, ხო? აი ძალიან მაგარი ესეთი გაშლა არის, რომელიც შეგიძლიათ ეს იცის სულ ყველა თუ გინდათ даже ვიდეოსაც ვინც იღებ დადეთ, ეხლა ეს იცის ყველა ტაროლოგებმა აბსოლუტურად რა ეს გაშლა რა. და ჩემი პირველი გაშლაც ეგ იყო, ზუსტად როცა მეც გავაკეთე ჩემთვის რა. და ну, ახლა იქაც რა თქმა უნდა
წაკითხვაც ახლა სხვადასხვანაირი არის. არსებობენ გაშლები პროფესიონალური ტაროლოგებისთვის, ну, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში ის გაშლები, რომელიც ახლა თქვენ სწავლობთ, ჩემი მოსწავლეები სწავლობენ, მეორე, მესამე კურსი, даже პირველი კურსიდან დაწყებული, ეს უკვე პროფესიონალური გაშლები, რომელიც არ არის ინტერნეტში, რომელიც არ არის, თქვათ, ახლა სადღაც ან რაღაცა წიგნებში თუნდაც იმ წიგნებში, რომელიც თქვათ, იყიდება თუნდაც ტაროზე, ხო? ეს არის იმენა ისეთი გაშლები, რომელიც შეიძლება მარტო ადამიანმა მიიღოს მოსწავლეს, მიიღებს მასწავლებლისგან. Всё, მეტი არანაირი, ეს არის იმენა პროფესიონალური გაშლები, ესაც ჩვენ ვიცით რა. და როგორი გაშლები არსებობს კიდევაც, არსებობს წინასწარმეტყველური, რომელიც წინასწარმეტყველის რაღაცას, ხო, პლუს კიდე არის რეკომენდაციური, ფსიქოლოგიური, კარმული და როგორც გითხრით, ჩვენ ახლა კორექციას, რომელიც აკეთებს რა. და რით განსხვავდებიან გაშლები, უბრალოდ მინდა რომ თქვენს ეს გქონდეთ ეს მაგის ცოდნა, რომ არის რითი განსხვავდებიან ფორმატით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ან სქემატური, ან შეიძლება იყოს вообще ერთ კარტაზე, ხო? პლუს კიდე არის, ну, სქემით რა, სქემების სიმით პირველ რიგში. შემდეგი არის კიდე რაოდენობით, ანუ თვითონ კარტების რაოდენობის გაშლაში, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ ერთი გაშლა, თქვათ, ერთი კარტით იმდენი ვილაპარაკოთ, ну, ჩვენ სისტემიდან გამომდინარე შეგვიძლია ერთ კარტაზე ბევრი რაღაცა ინფორმაცია მოვიღოთ, ეხლა რა თქმა უნდა, ხო, შეიძლება ზოგი იყენებს საერთოდ, რა ვიცი მე ახლა, დასტას, მთლიან დასტასაც იყენებენ, ну, სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, რა თქმა უნდა, რა. პლუს კიდე არის, ну, შეიძლება გაშლები იყოს ახლა როგორც დიაგნოსტიკური, ну, როგორც თქვი, რომ აი ეს პროფილური გაშლები, ეს არის საერთოდ ნახეთ, პროფილური გაშლები, ეს არის ძველთა ძველი გაშლები. აი ჩვენ, მე და თქვენ გვაქვს ეს ბედნიერება, რომ ჩვენ გვაქვს ცდომა აი ასე ძველთა ძველ გაშლებთან რა. ჩვენ მოგვეცა ეს ბედნიერება, რომ ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ, აი მე მაგალითად, აი როცა ну წლები ვმუშაობ ამ გაშლებზე და შემიძლია даже აი ხო 100% როგორ შეიძლება თქვა, ხო, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ 99.9% არის იქიდან ინფორმაცია, რას იმიტომ რომ ეგენი არის, აი საერთოდ როგორ მუშაობს დასტა რა არის გაშლა, როგორ მუშაობს, ანუ არსებობს რაღაცა სქემა, ანუ ამ პროფილურებზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ ეგრეგორთან, ჩვენ ვერთობით იმ ველში, იმ სუფთა ველში და წარმოიდგინეთ, რომ ეგრეგორი, ხო, ამიტომ ეს ტაროს ეგრეგორი, იქ არის ყველანაირი ინფორმაცია აბსოლუტურად, რა, ეს ქრონიკი აკაშეს და ასე შემდეგ, ყველა რა თქმა უნდა გაგიგიათ. და ეს როგორ მუშაობს რა? კი, რა, მე-7 და მე-18 კი გავნა, რა თქმა უნდა და მე გაკვეთილშიც ხო გეუბნები თქვენ, რომ იქ არის ნამდვილად ამათი, ну, მსგავსება. და როცა ჩვენ ვაკეთებთ გაშლას, ანუ ეს რას ნიშნავს, ესე იგი, რატო აი ზოგჯერ ადამიანს კიდე რა აქვს ხა პრობლემად, რომ ერთი და იგივე კითხვას 15-ჯერ ეკითხულობს, ერთი და იგივე რა არის. და გაშლას შენ რო დააწყო და დაალაგებ, ხო, წარმოიდგინე, რომ გადაუღე სურათი, გაუშვე იქ სივრცეში, იქ ხა ეს სურათი მოძებნეს ინფორმაცია და მე წამოვიდე შენთან ინფორმაცია, სუფთა ინფორმაცია. ხა შენ ხა ის სურათი ახლა გინდა 15-ჯერ ერთი და იგივე სურათი გადაიღე და გაუშვე, ერთი და იგივე ინფორმაცია იქნება, ერთი და იგივე ადამიანები იქნება იმ სურათში, ერთი და იგივე სიტუაცია, ხო? ამიტომ, ну, 10-ჯერ ერთი და იგივე თემაზე გაკეთება არც ღირს. მაგრამ დაუბრუნდით ახლა ჩვენს გაშლებს, ესე იგი, ეს ინფორმაცია იმდენად ზუსტია, რომ ნამდვილად და იმდენად ну, რაც გვინდა ჩვენ 1.300.000 კარტების ამოღების, მე მაგათ როცა ვაკეთებ ნამდვილად მუშაობ ახლა YouTube-ზე, ახლა იქ მე არასოდეს არ გავაკეთებ ჩვენ პროფილურ გაშლას, ხო? მაგრამ როცა მე მუშაობ ადამიანთან, მე შემიძლია ერთი გაშლა გავაკეთო და 1 საათი ველაპარაკო მარტო იმ ერთ გაშლას, იმიტომ რომ იქ უკვე ფენა ჩვენ ვიღებთ და პლუს კიდე აი ნახეთ, აი ესეც არის მე რო წეღან რო ვთქვი, აი ამ კასტების მიხედვით
არიან ადამიანები, ვინც აი ღრმა ადამიანები რა, ვინც თვითონაც ახლა ესმით, ვინც ვითარდება, ხო? აი იქ იმენა იღებ ინფორმაციას რა და აი ზუსტად ეს კასტა, რომელიც არის, თქვა და მუშების, იქ შეიძლება გადახედო, შეხედო ამ გაშლას რაღაცა ერთი ფენა აიღე და ვერაფერს ვერც შედიხარ. ვერა, სად შეხვალ? იქ არ არის სიღრმე რა. ამიტომ ამაზეც თქვენ არ უნდა ინერვიულოთ. სიტყვას რო დავუშვით, ვერ შევდივარ, რატო ვერ შევდივარ? იმიტომ ვერ შედიხარ, აღარ არის იქ უკვე სიღრმე და რაღაც სადღაც შეხვალ. აი ეს არის რა. კიდე, ნუ ახლა ის როგორ უნდა დალაგდეს ახლა მე უფრო კიდე მოგიყვებით თქვენ ახლა შემდეგ შეხვედრაზე, როცა გადავალთ ჩვენ უშუალოდ გაშლებზე. არის, ნუ პროფილურში თქვენ იცით ჩვენ როგორ ვდებთ, ესე იგი, ანუ ნახატით უნდა იყოს რა ქვია, გახსნილი. და დანარჩენ გაშლებში ხო ჩვენ ვაკეთებთ, ანუ დახურული უნდა იყოს საერთოდ, ამას ქვია ეხა ფერანგი რა, ფერანგით უნდა დავდოთ რა, ფერანგი, იმიტომ რომ ეს კარგი არის რატო, იცით, იმისთვის არის კარგი, რომ ერთი მანეთის ენერგიები არ აერიოს ერთმანეთში რა და იმიტომ ჩვენ ახლა ნუ ტრიპლეტებს როცა ვაკეთებთ, ჩვენ ახლა ეგრევე ამოვიღებთ და მე ნუ ეს დამხმარე არკანები გჭირდება ჩვენ, მაგრამ აი როცა თქვენ გადახვალთ და მე თქვენ გასწავლეთ ახლა ამ დიდ გაშლას, ხო? იქ ზოგ გაშლაში იქნება 12 და даже 13 არკანი. აი იქ უკვე ნუ აგიხსნით უკვე შიგნით იქ რო დავიწყებთ, რომ სათითაოდ უნდა გახსნათ, რომ არაგერიოთ არაფერი და მე უკვე მთლიან ინფორმაციას კიდე ამოიღებთ რა. ნუ უკვე რა თქმა უნდა მე თქვენ გაჩვენებთ ახლა მაგალითს როგორ უნდა წაიკითხოთ, ნუ მე ერთადაც წავიკითხოთ, ვივარჯიშოთ, ამიტომ არ შეგეშინდეთ რა. მე მოგცემთ აუცილებლად თქვენ როგორც თქვი, რამდენიმე თქვა, იქ მე მგონი 2 იქნება ასეთი პროფილური გაშლა და რამდენიმე იქნება ისეთი როგორც ცნობილიც არის ერთ-ერთი და რამდენი 3 მგონი საავტორო, ხო? ნუ კაი ბლომად რა. ანუ როგორი მომენტი არის, იცით? და ნუმეროლოგიურისაც იქნება აუცილებლად რა მოგცემთ. ანუ მე მოგცემთ თქვენ ისეთ არსენალს, რომ თქვენთან რომ მოვა ადამიანი და გეტყოს, რომ მე მინდა თქვა წლიური გაშლა, თქვენ გეკნებათ ეს გაშლები ნებისმიერ დონეზე, ასე რომ თქვათ, ადამიანის, როგორც ეს კასტებით ყველა არ მithქვამს თქვენთვის, რომ თქვენ რომ მოერგოს ნებისმიერ დონის ადამიანს და პლუს კიდე ნებისმიერ საფულეს ადამიანს რა. რომ იმიტომ რომ ზოგს ახლა უნდა თქვათ ახლა მოკლე გაშლა ზოგს ახლა თქვათ ზოგი გეტყვის რომ მე უბრალოდ ერთი მარტო ენერგია მინდა თქვათ ეს სიტყვაზე ღირს ნუ ახლა ასე მე ხა მაგალითად ვაკეთებ აი გაშლას საერთოდ მთლიანად ნუ მე პროფილურებს ვიღებ რა თქმა უნდა და ვაკეთებ მთლიანად ყოველ თვეს ვიხილავ რა ანუ აბსოლუტურად ეს არის ძალიან შრომატებადია აი ძალიან და ჩემთან ეს ღირს ახლა 1500 ლარი ხო მაგალითად ერთი გაშლა მე ნაკლებად არ გავაკეთებ იმიტომ რომ უკვე აი არა მაგრამ ნუ თავიდან ახლა როცა დამწყები ვიყავი ახლა რა თქმა უნდა 300 ლარი წირდა ჩემთან ესეთი გაშლა ხო და მაგრამ ახლა უკვე არ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს იმდენი შრომა ჭირდება რომ აი შეიძლება დაეცეც ცირს მაგრამ ნუ მე ჩემი მიზანი მე როცა სიმართლე გითხრათ რომ ჩემ მასწავლებელს რო ვკითხე კი, ყველა თვეს აბსოლუტურად ვიხილავ ყველა სფეროზე. აბსოლუტურად ყველა თვეს. და ის რა ქვია, ეს ჩემი მიზანი იყო. მაშინ ახალი დამწყები ვიყავი და რა თქმა უნდა, ფულიც მინდოდა, იმიტომ რომ მე სწავლობდი ესე რა ქვია, სესხებით და რაღაცებით და მეთქი ხა რაღაცა ამ გაშლებით მაინც ამოვიღებ თანხას, რომ გადავიხადო სწავლის ფული. და მართლაც ეგრე იყო რა. ეხლა, ნუ, პრინციპში ეხლა რო აიღო ერთი გინდაც ეხლა თუნდაც 300 ლარად ეხლა ერთი 5 ადამიანი უკვე მე მგონი რაღაც კაისას ნორმალური თანხა გამოდის და უკვე რაღაცაში გამოგადგება კი არა თუნდაც ეხლა თუ სწავლა უკვე გადახდილი გაკანს თუ არ სწავლობ და ისე თქვათ ნუ სახალხო საჩუქრებს მაინც იყიდე უკვე უყიდი შენ სახლობლებს სიტყვაზე ხო ნუ რაღაცა მაინც არის რა ხო და და ამიტომ ნუ ეს არის ძალიან მაგარი так ეხლა კი რა აქ მეუბნება რაღაცას რომ წინათ так медитация გავაკეთე და 22 არკანიდან ყველა ორი არკანი
ამოვიღე და მთელი წელი. ხო, აი ეგრეც კი შეიძლება, რომ აი თუნდაც ეგრე რა, როგორც შენ კი როგორც კი რა წერს, აპრემ წაიკითხოთ რა. ხო, ეს ამას რაც ეხება. კიდე რაც კიდე მინდოდა შემეხო სიგნიფიკატორს. ეხა სიგნიფიკატორი რას ნიშნავს? ну, მოდით მე გეტყვით ჩემს გაგებას. საერთოდ სიგნიფიკატორს ახლა ზოგ სისტემაში იღებენ ვითომ აი როგორც ჩაფიქრებული რაღაცა არკანი, თქვათ. ან ეს თუ მოხდა გაშლაში, მაშინ თქვათ ეს, ну, აუცილებლად ასრულდება. კიდე სიგნიფიკატორს შეიძლება ზოგი იყენებს, რომ ну, თქვათ რაღაცა კარტი ამოვიდა დაუშვა და ეს არის და უკვე მაგას დასტაში აღარდებს და ამაზე არის ორიენტირება. ჩემ შემთხვევაში სიგნიფიკაციას მე ვაკეთებ, რატო? ну, ეს ამას ახლა ეს არის დიაგნოსტიკა даже ჩემ შემთხვევაში ეს სიგნიფიკაციაც არ არის. ეს არის დიაგნოსტიკა, რომ როცა მოდის ადამიანი თქვათ შენთან ну, ეხა ნახეთ, მე საერთოდ გაშლებზე გეუბნებით, თორე ეხა როცა არის გაშლა, თქვათ, რაზეც ჩვენ გადავალთ, იქ პრინციპში, ну, კაი, ეს მაგას გასწავლით თქვენ მერე, თორე ეხლა აგვერევა ყველაფერი ერთმანეთში. უბრალოდ ეხლა ძალიან ბევრი ინფორმაცია რო არ მინდა თქვენ გადაგთვირთოთ რა. ხო და საერთოდ სიგნიფიკაციას ვაკეთებ მე, მაგრამ ეს უფრო დიაგნოსტიკა ქვია მაგას. ну, ხა იმიტომ ვამბობ YouTube-ზე სიგნიფიკაცია, რომ უფრო ესმით ადამიანს ეს რას ნიშნავს, რომ ანუ რა ხდება ეხლა რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ეს მათი გაშლა, თორე როცა ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე კლიენტებთან, ჩვენ გვაქვს ძალიან გადასარევი მეექვსე გაშლა, რომელიც ძალიან კაი დიაგნოსტიკას გვეუბნება და სიგნიფიკაცია ეს არის და ყველაფერიც აგერ გვაქვს მაგაში. так, ეხლა კიდე მე მინდოდა თქვენთვის ორი სიტყვა გითხრათ, ეს ხშირი კითხვა იყო, ანუ რა სხვაობა არის ტაროს და ორაკულის შორის, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო მასალები. ამიტომ ვინც ახალი ხართ, ხო, ვინც არ ესწრებოდით, შეგიძლიათ ნახოთ. აქ გქონდა ჩვენ რამდენიმე შეხვედრები, მე იქ ვამბობდი ძალიან ბევრი ერთი გქონდა ჩვენ გლიფებზეც ყვებოდი, ანუ გლიფები რა სიმბოლები იყო და იმაზე რა ქვია, ტაროზე რას ნიშნავს. ნახეთ, ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდა ჩვენ. აი ორაკულებზეც მე მგონი გქონდა ჩვენ შეხვედრა თუ არ ვცდები და კიდე რაღაც თემები უკვე არ მახსოვს, მაგრამ საინტერესო შეხვედრები გქონდა. ну, მაინც გეტყვით, რომ ანუ ტარო არის საერთოდ სისტემა და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ტაროს არის სისტემა, ტაროს აქვს ციქიები, ტაროს აქვს თავისი ლოგიკა, თავისი სიმბოლები, თავისი რიცხვები და არქეტიპები და სტრუქტურა. ტაროს აქვს აი ეს. ანუ სტრუქტურა რა არის? აი ჩვენ რო ჯაჭვური ჩვენი სისტემა და ჯვრების. ეგაც არის, ანუ ესე იგი სტრუქტურა. აი ტაროს ეს მომენტები აქვს. ანუ და არის თქვა, უნდა იყოს 78 არკანი. всё. რაც ეხება ორაკულს. ორაკულს აქვს ეს არის უბრალოდ ავტორის იდეები, აი даже აი ავიღენ, მაგრამ რა ვიცი ახლა აქ რომ ну თუნდაც ახლა აი მაგალითად ხო თქვა ძალიან გავს აი weight-ის თქვა ახლა ეს დასთ არ ვიცი რა ქვია მაგას სიმართლე გითხრათ, მაგრამ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მსგავსება არის, ძალიან დიდი მსგავსება აქ ამას იმენა კლასიკას, მაგრამ აქ ავტორმა ამ არკანებში კიდე დაამატა თავისი სიმბოლები რა და ამ სიმბოლები ხა როცა წაკითხოს დროს, ну ცოტა უფრო კიდე რაღაცებს გიხსნის, მაგრამ აქ არის შენი ინტუიცია, შენ რთავ დაუშვათ და შეიძლება ამას აქ თავისი ემოციური, ფილოსოფიური, ენერგეტიკული გზავნილი არის, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ იმ მომენტის ენერგიას. ანუ აი მაგალითად ახლა აქ აი ცხრიან ხო წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ არასოდეს, ეს აუცილებელი არის. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ენერგიებთან რომ ვმუშაობთ და ისედაც კარგია. აი მაგალითად ცხრიანი ხო გვაქვს ჩვენ აი აქა კვერთხების ხო? აი ცხრიანი კვერთხების, აქ ვაფშე ორი ადამიანი არის რა. იქ ვიცით ჩვენ რომ ერთი ცხრიანი ერთიან, ამან ახლა აქ კიდე ჩასვა რა.
ნუ გააჩნია რა სიტუაცია არის და შეგვიძლია უკუც კიდე ინტერპრეტაცია სხვანაირად მივიღოთ ეხლა ამ საავტორო თქვა თემიდან. ეხლა აქ მაგალითად ნახეთ პენტაკლების ტუზი და ჭიამაია. ჭიამაია ხო ვიცი ჩვენ რომ ბედნიერება მოაქვს ჭიამაიას ხო დაუშვათ რა. აი ეხა ზის და ხელი არის გაშვერილი, ნუ ახლა აქ ავტორმა რაღაცა კიდე ჩაირო, აი საჩუქა არის რაღაცა ბედნიერება ხო, როგორც ვიცით ჩვენ ახლა სიტყვაზე. აა აქ შეიძლება ხა პენტაკლები რა არის? თასების 4-იანი მაგალითად ჩვენ ხო ვიცით რომ აქ მაგას ახლა როგორ აქ ეს თასი აქ უნდა იყოს წესით ხო ამან გადმოაქცია ანუ всё вообще არაფერი არ მჯერა არც არაფერს вообще всё არც არ არის არანაირი არაფერი და რაც იყო ბოლო იმასაც ვაქცევ ну короче ხო მივხვდით ანუ ორაკულებს აქ ეს უბრალოდ ეხლა თქვენ მან რთავთ თქვენს ინტუიციას და თქვენ ეხლა უყურებთ ეხლა რა თემატიკაზე არის. მე მაგალითად ძალიან მომწონს, აი ახლა რა თქმა უნდა, ახლა აი მაგალითად მანარა ვიცი ჩვენ ხო, ჩვენ ხო გვაქვს კურსი, ვინც სწავლობს მანარაზე, აღარ ამოვიღებ ახლა მაგას. ანუ მან სისტემა არ არის. კი, მანარა სხვათაშორის კიდე შეიძლება რაღაცა ვითომ გამოიყვანოს სისტემა, მაგრამ მაინც არ არის სისტემა. აი ახლა ეს დასტები კიდე ვიყიდე, ვაიმე რას ესე იგი სახელი არ ვიცი, არ მკითხოთ, შემიძლია განახოთ უბრალოდ ყუთები. მაგრამ იმედენად მომწონს ეს ორაკულები, აი გიждები ამაზე, რომ ეხლა აი პროსტა ხო კიდევაც თქვი მე მგონი გაშლის დროს რომ ვეძებდი ძალიან რომ ისეთი დასტა იყოს რომელიც მაჩვენებს მე სულ ეს დონეზე როგორ არის აი ვითომ არაფერი ჩოვლებრივი ნახატები მაგრამ აი მე ამ დასტაში დავინახე ზუსტად აი ეს აი სულები როგორ ლაპარაკობენ არ ვიცი ნუ მე აი ასე აღვიქვი ეს დასტა შეიძლება ზოგი вообще ვთქვათ ეხლა უყარხარ არ უყარხარ იმისთვის აიღებენ მაგრამ აი აქ ჩემთვის აი ეს დასტა სულ სხვანაირად გაიხსნა ამიტომ თქვენ როცა ვთქვათ ვინც მუშაობთ სხვადასხვა მე თქვენ განახებთ კიდევაც აი იმ გაშლებში ჩვენ გავაკეთებთ როგორ კლასიკასაც გამოვიყენებთ და პლუს კიდე ვისაც გენდომებად შეგიძლიათ გამოიყენოთ რა ქვია მაგას თქვა ორაკულებიც რა და უფრო შეიძლება ნუ შეიძლება კი რა უფრო მაგრად გაგიხსნებათ ინფორმაცია ძალიან საინტერესო პრაქტიკა იქნება მე ვფიქრობ რომ უნდა მოგეწონოთ თქვენ ნუ მე მასე ვმუშაობდი ერთი გაშლა არის ვაიმე ღმერთო ჩემო აი მართლა ბევრი ენერგია გიჭირდება მაგას მაგრამ აი ნუ იქ ხა 12 სახლი ქვია მაგას და იქ იმენა даже მუშაობდი როგორ მე მუშაობდი კლასიკას ვადებდი მანარას და კიდე 78 კარს ვადებდი ხოლმე რა ну ინფორმაცია საინტერესო მაგრამ ხო გეუბნებით მე ჩემთან მაგალ ერთი გაშლა ერთი დღევზი ვარ რა აი ესე იმიტომ და ხა ეს შესვენებებით და რაღაცებით და ну вот так так, ჩემო სიხარულებო, მე რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რა ვიცი, მე ნუ მე პრინციპში გითხარით, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ეს მინდოდა ესეთი შეხვედრა ჩამეტარები, რომ თქვენთვის რომ მეთქვა რა, ანუ როგორი რა გვექნება ჩვენ ტრენინგზე და როგორ და შეგახსენეთ ცოტა კიდე ტაროზეც ინფორმაციას, შეიძლება ზოგი რაღაცა პირველად გაიგეთ ზოგის უკვე მithქვია თქვენთვის. ეხლა მე სიამოვნებით გიპასუხებ თქვენ რამე კითხვებზე თუ გაქვთ თქვენ აი რაიმე თქვა გინდათ ტრენინგზე გინდათ вообще საერთოდ აი თუ გაინტერესებთ რამე ბატონო ვალენტინა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ტრენინგისთვის შარშან ესე იგი ჩემით რაღაცა მოვიგონე და ამ წელს მექნება სრულფასოვანი საახალწლო გაშლა და აი ფულსაც გავაკეთებ ძალიან დიდი მადლობა კი რა აუცილებლად თქვენ იმიტომ გიგებთ ვინც უკვე მუშაობთ თქვენ უკვე შეგიძლიათ გააგებინოთ თქვენს მაყურებლებს კლიენტებს როგორც გინდა დაარქვით ანუ რო უკვე თქვენ უკვე ჩაწერა დაიწყონ იმიტომ რომ თქვენ პრინციპში გექნებათ ახლა მე ვფიქრობ რომ ეს ну თქვა 15-მდე დაუშვათ დეკემბრამდე მოვრჩებით ჩვენ რა და თქვენ ახლა ну ცდომა გექნებათ ძველ ახალ წლამდე არა, ჩათვლით. იმიტომ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, ანუ საერთოდ მე ვწერდი ხოლმე 15 და 19 იანვრამდე ვწერდი ხოლმე ადამიანებს რა.
პროსტა უბრალოდ მე იმიტომ გითხარი თქვენ რომ დაგჭირდებათ შრომა, ანუ ჩვენ ახლა ვივარჯიშებთ, რა თქმა უნდა, ანუ მე მოგცემ თქვენ ახლა ჩაგიტარებთ ტრენინგ, აგიხსნით გაშლებს, თქვენ მე ამაზე ივარჯიშებთ, დადებთ ჩატში, მეც იქ ვიქნები თქვენთან ერთად, თუ დაგჭირდება ჩართვა, კიდე ჩავერთობით და კიდე როგორც მე ვატარებ ხოლმე კონსულტაციას, ვინც სწავლობ თქვენ კი იცით და იქ ერთად გავარჩიო თქვათ. და მეორე ბლოკიც იქნება, იქაც მოგცემთ კიდე ინფორმაციას და თქვენ ამასობაში უკვე შეძლებთ რომ ჩაწეროთ. ახლა თქვენ ცდომაც გექნებათ ამას ჩვენ ვთქვათ და პლუს კიდე ჩატშიც სხვათა შორის იქაც ახლა რა თქმა უნდა ეს პრაქტიკა ძალიან ნორმალურია, შეიძლება სიტყვაზე დაუშვათ ახლა ნუ გაიჭედე რა, ხო შეიძლება ახლა ეს ინფორმაცია აღარ წამოვიდა და რაღაცა და თქვა ჩააგდოთ ჩატში და ერთობლივადაც ერთმანეთს დავეხმარებით, იმიტომ რომ ახლა კი ვინც გამოცდილები ხარ შეიძლება ადვილად აიტაცებს და ვინც ახლა იწყებს დაუშვათ ამ მუშაობას თქვათ ამ გაშლებზე შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ, ხო და პრობლემა ვაფშე არანაირი არ არის. თქვენ შეძლებთ ერთმანეთს დავეხმარებით ჩვენ. ხო. ო, კარგია. თან. კი. ეს პრაქტიკა არის ძალიან ძავარი ავლაპარაკდე და მე ვეღარ გამაჩერებ, არა პირველი მიჩის ალაპარაკი. ნუ ეს მთავარი ლაპარაკი არ არის, მთავარი სწორი ინფორმაციის მიწოდება. ლაპარაკი ახლა მე იმდეს ხო, მე მაგას ვამბობ. მიდوار რომ საუბრობ, რომ სანამ სწორად არ მეწოდება. კი ბატონო, ამიტომ სანამ არ ვიქნები დარწმუნებული, არ ჩუმად დარწმუნებული არა, მომისმენთ პირველ რიგში უნდა გქონდეთ ნდობა თქვენ, ანუ უნდა ისწავლოთ თეორია და პლუს კიდე ნდობა სამყაროს. მე მაგალითად საერთოდ ისეთი მინდობილი ვარ, ეგრეგორს, ეგრევე ვენდობი რა, ვერთობი, დაუშვათ გავჭედე. პროსტა ვრთავ, როგორ იცი, ნუ რა არის, იცი, როცა მუშაობ საერთოდ, მაგალითად მე მიყვარს მუშაობა, ანუ იდეალური სიმშვიდე უნდა მქონდეს რა. ანუ აქ მე უნდა ვიყო კონცენტრირებული, აქ კატა ძაღლი, აი წეხან ჩემი შვილიშვილი რო შემოვიდა, იმიტომ ვთხარი დავადი მეთქი აქედან, იმიტომ რომ თან ის დროს ამ დროს ჩუმაძის, მას არ მოიიღებს, ისე მოსწონს, რომ გიждდება, მაგრამ აი ეს რა ქვია, ანუ რატო იცით, აი ვიძაბები და პლუს კიდე ეს მარტო მე კი არა, ეს ასე ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, ანუ მე საჯაროს გაშლა, მე გეუბნებით, ისე შევდივარ სივრცეში, იმდენად ვენდობი, რომ აი ზოგჯერ მართლა გეფიცებით ვზივარ ასე მგონია რომ არ სუფთა რადიო რა. აი ასე ვუყურებ ჩემს თავს და რაღაცას ჩემი პირი ამ რაღაცას ლაპარაკობს, მოდის ინფორმაცია, პროსტა უნდა მოვასწრო რომ გადმოვწა ადამიანი. იმიტომ რომ ეს არის ნდობა, ვენდობი მე სამყაროს, ძალიან ვენდობი ეგრეგორს და ნუ რა თქმა უნდა ის თვითონ ზოგჯერ ისე ჩამოაყალიბებს იმ ჩემ ცოდნას რომ რაც საჭირო იმას იტყვის რა. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხლა ზოგჯერ ვალენტინა საჯარო გაშლას რო უსმენ, ასე მგონია, ჩემს ლაპარაკობს მეთქი. ეს ახია, ნუ საჯარო გაშლაზე მე ბუმბულზე რო თქვით, ბუმბულზე ზოგს ბუმბული ხდებაო და რა დამემართა იცი. ეხა რაც ეხება იმას, რასაც მე ვთქვი, აი გეპიცებით შვილებს, მე რა მემართება, იცით, აი თუ დაუშვით, მე ჩავწერე გაშლა, იმდენად ვმუშაობ ნაკადზე, ხო? თუ მე სათაური დავწერე თავიდანვე, ხო? აი თქვათ მოვამზადე, მაშინ შემიძლია თქვათ უცბად ჩავსო. თუ დაუშვით, მე სათაური არ მოვამზადე, აზრზე არ არის, არ ვიცი საერთოდ რაზე იყო გაშლა, რა თემაზე იყო და მე მიწევს ხოლმე მოსმენა თავიდან, თქვათ პირველი ნაწილი, სადაც ვამბობ სათაურს. ამიტომ ბუმბულიზე იყო ლაპარაკი თუ რაზე, აზე არა ვარ, ირმა, იჯეკი შენ ჩემში და ეს ბუმბული შენ იფიქრე ბუმბულზე და მე ვთქვი ეს შენი ბუმბული. აი ესა. წინა დროს ახე ბუმბული და ეს ნიშანია თქვა და სულ რო გააშღარ გამეცი. ეს მასე. ისე სამი კარტით გაშლა რო გავაკეთე, ყველაფერი სწორი ვთქვი, ყველა საუსულდა ყველაფერი. ნუ ეს ხებშვილებს გოუკეთებას არ არის არ ვიცი. სწავლობ შენ, სხვანაირად როგორ იქნება, შენ ახლა ხო არ თამაშობ აქ, შენ სწავლობ და რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი ბოდიში ამდენ ტრიალტრიაში წუხელი არკანი და მესისიზმა კვერცხების რაინდი. არა, ბოდიში პენტაკლების რაინდი. ნუ პენტაკლების რაინდი ახლა რაღაცა შენ კიდე შეჩერებული ხარ. რაღაცა შეჩერებული ხარ რა.
აი მე კი რა მეუბნება რომ ძალიან ვუყვარ მეც ხო, მიყვარ იცი რომ ჯერ მაგიდა. მეც მიყვარ ხარ ძალიან ჩემო სიხარულა ყველას გვიყვარს, კი რა, ყველას გვიყვარს, კი რა, ყველას. სიყვარულში არ გამოვა. კი რა, უგვეცილებით. გენაცვალე ხო, კი რა, ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი მასწავლებელი, ყველას გვიყვარს. მეც ძალიან მიყვარ ხარ სულ ყველა ჩემო კარგებო სულ ჩემო სიხარულებო თუ კიდე თქვენ კითხვები არაფერი დააგრჩათ მე მაგ შეკითხვა ბოდი ანუ ჩვენ არქივი კარგი იქნება ძალიან ასე რომ ეს დაგენახებით მოჩადეთ აი დაგენახეთ 10-ში იწყება ჩვენი ეს მასტერ-კლასი ხომ და ჩაინიშნება შეხვედრები ანუ როგორ იქნება ჯერ მოგვეცე იქნება შეხვედრა თუ იქნება სქემა მოცემული თუ როგორ არა ჩვენ ვიქნებით ონლაინ ონლაინ მასიჯობია შეხვედრა დაინიშნება Zoom-ში ხო? კი მე დაიწყება ჩვენი ჩანაწერი და მე კიდე რამდენიმე ჯერაც გინდათ ნახავ და მე ახლა რა თქმა უნდა ჩავერთო მე ვფიქრობ მასიჯობია რა იმიტომ რომ შეიძლება ახსნის დროსაც თქვათ ახლა მე ხო გექნება ჩანაწერი მე სქემას დადე ჩვენ ხო გვაქვს სქემები გამზადებული ჩვენ ამ სქემებს პროსტა კიდე ჩაუგდებთ ჩატში რომ გქონდეთ ანუ ადვილად როგორც ბროშურა გავუკეთებთ რომ ადვილი გქონდეთ თქვათ ხო ყველანაირი ის და ჩანაწერიც იქნება და პლუს კიდე ვივარჯიშებ მე ვფიქრობ ასე აჯობებს თქვენ რას ეთქვით მე მგონი უფრო კარგი იქნება რომ ისე კი არა თქვათ რომ ანუ ვინც მოიცლის დაუშვათ მონაწილეობას მიიღებს ვინც ახლა ვერ მოიცლის მე ნახავს უკვე ჩანაწერს ასე გიბია ხო იყო ეს შეკითხვები და ამიტომ დავსვიმეც ეს აინტერესებდა გოგოებს რა ვიცი მე ვფიქრობ მასე ჯობია ხო ჯობია რო თქვენ ახლა ესე რა ქვია რამდენჯერმე მოусმენთ ჩანაწერს აუცილებლად თუ ვერ გავიგეთ ხო იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმას რომ აგიხსნით ეგრევე მე თქვა თუ კითხები და გაგიჩნდებათ ეგრევე მკითხავთ და თუ და კიდე რაღაცა დაგავისწევათ ან რაღაცა კიდე მე გექნება ჩანაწერი და კიდევაც ნახავთ როგორ და რანაირად მადლობა გაიხარეთ ჩემო ლამაზებო ერთ შეკითხვას დავსვავ, ყველასთვის საინტერესო იქნება. მედიტაციის დროს კონცენტრაციის პრობლემა. რამდენად ახდენს გავლენას ეგრეგორთან კავშირზე? აი ეს მაინტერესებს. გუშინ მქონდა შემთხვევა მეორედ ჩავრთე და გავაკეთე კიდე, იმიტომ რომ აი შინაგანად მეუბნებოდა რომ კიდე გააკეთე, თორე არ მოგცემს ინფორმაციას და ოღონდ ისეთი გაშლები გავაკეთე გუშინ, ყბები ქონდათ ჩამოვარდნილი, მართლა. მადლობა სამყაროს, რომ მომცა ინფორმაცია. კარულო, პირველ რიგში ეს არის როგორ ახლა ვინც შენ ახლა იწყებ მესმის შენ ახლა ხო ახლა დაიწყე ეს ერთით რომ შენ უკვე ვეღარ გავიგე რომელი იმაში ხარ ორი თვე ისწავლე თუ ერთი თვე მე უკვე ვეღარ ხვდები ეს ბავშვი მყავს 7 თვიანი ამიტომ ისე რა ქვია შენ ახლა ანუ შედიხარ და გეცნობა შენ ეგრეგორი გაიგე ანუ რატო მედიტაცია რას ნიშნავს რომ ჩვენ შევდივართ სივრცეში ჩვენ ვაცნობთ ვეუბნებით რომ ეგრეგორ მე ვარ ახალი გაიგე რომ მეც აქა ვარ ის გეუბნება გავიგე მაგრამ შენ რო 7 თვიანი ხარ ამიტომ დაიწყე კიდე ორჯერ გააკეთე ხოლმე დღეში რომ მე უფრო კარგად გაგიცნო და უფრო მოგემატო შენ ეს ძალა მივხვდი და ეს კი შეიძლება ნახე როცა ითიშები რას ნიშნავს რომ ითიშები ჩვენ ამით ვამუშავებთ ჩვენს პირად ძალას რომ იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ენერგია ანუ მე 100 ჯერ დღეს ვთქვი რომ ეს ძალიან შრომატებადი თემაა ჯერ შენ ახლა კონსულტაციებს რო ატარებ ხო ხდები როცა ამთავრებ უკვე მაინც გჭირდება რაღაცა ხო ენერგია იმიტომ რომ კიდე კაი იმიტომ უბრალოდ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში რომ ეს ფულიც ხო ენერგია რითი დავიწყე რომ ყველაფერი ენერგია ხო ეს თქვენ რო ფულს რო იღებთ თქვენ იღებთ ანაზღაურობას ენერგიით მიმოცვლა ენერგიის მასე ხდება და რა თქმა უნდა ახლა შენ რო ჯერ ახლა გიწევს შეიძლება რომ არ მოგიწიოს მუშაობა შენს პირად ძალაზე მარტო მხოლოდ და ეს რთულია მე სხვათა შორის გეუბნებით მე ვარ საერთოდ ზარმაცი ყურო და ძალიან ჯიუტი ყურო და თავისებური და თავიდან ეგრე ვაკეთებდი რომ მოიცადე რა მეთქი ახლა ისე და ძალიან კარგად ვიმუშავებ ახლა ყოველ დღე კი არა ისე კიდე ახლა მხოლოდ სადამაგას 45 წუთი ყოველ დღე ხო და ვიმუშავე რამდენიმე ჯერ ეს როცა დამწყები ვიყავე
ესე იგი მკვდარი თუ არ აი მკვდარი და აი მე ვიყავი მკვდარი ვეგდე აი მე სხვა სიტყვას ვერ გეტყვით რა ანუ ესე იგი ძალა გამოცლილი მთლიანად იმიტომ რომ ეს არის აი ძალიან რთული როცა შენ იმენა მხოლოდ შენ რესურსზე ასე შრომობ და მუშაობ არა როცა შენ აგე შენ თვითონ გავაკეთე მედიტაცია აი შედიხარ თავისუფლად სურავ გაიგე აი თავისუფლად რა ეს ნავი არის თქვა ეხლა როცა მაგას აქ როგორ არის ქართულად ეს ვიოსლა ნიჩბები ხო ნუ ეს სიტყვა ან მაგის გარეშე ახლა რომელი უფრო ადვილია ხო მივხვდე აი ეს არის ჩვენი ეგრეგორი ამიტომ შემოსაყვარელო შეიძლება გაითიშო შეიძლება მე ზოგჯერ მაგალითად მედიტაციას ყოველდღე ვაკეთებ სხვადასხვა ზოგი რო წამიყვან მეთქე დაბრუნდე ხა დროზე აქ მოდი ენერგია ჩემ თავს ვაბრუნებ რა ეგ არაფერი არ არის შეიძლება დაიძინოთ შეიძლება რა ვიცი მე ახლა გაითიშოთ რამდენჯერ ყოფილა რომ მედიტაციას ვაკეთებდი გამიღვიძა უკვე კარგად ზანდებოდეთ რომ გვეუბნებოდა ღმერთო ვიძახე რა უბედურობა კიდე და მეც ისე და მეცინება და მე თქვენი ხმა მაგვიძებს ყურში ხო რა თვალები გაახილეთ ან რაღაცა მეთქე რაღაც დროს ეხლა არ დავხუჭე მეთქე და რა უნდა გავახილო ეს არაფერი არ არის კი და მე არის შეიძლება დატრიალდეს ის რომ აი თქვა ზოგჯერ მე დრო იყო და აი უცბად მეთქი გაია ეხლა არ დაიწყო მეთქი ეს მედიტაცია რა უცბად დამთავრდა ანუ ეს უკვე ნიშნავს რომ აი რესურსში ხარ რა და პროსტო დაგეხმარა უცბად მე მაგას ვიყენებდი ყველაფერში აბსოლუტურად რა აი პროსტო დაღლილი ვიყავი ან უხასიათოდ ვიყავი ან რაღაც აი ისე მეხმარებოდა ხოლმე რომ რა ვიცი ეხლა პროსტო უბრალოდ ნუ უკვე რომელი მედიტაცია ჯობია გაშლის წინ ვალენტინა ყველა მედიტაცია ძალიან კარგია მაგრამ მე ვაკეთებდი მაღალ არკანებზე რომელიც არის მედიტაცია მაგას ვაკეთებდი ყოველ 2 წლის განმავლობაში რომ არ მოგატყუოთ 2 წელიწად ნახევარი და მაგრამ თუ ყველა აი კლიენტთან როცა მუშაობას ვიწყებდი აუცილებლად ვაკეთებდი მე-7 გაშლას მედიტაციას ვაკეთებდი უფრო აი არ მახსოვს მე-15-ზე თუ გვაქვს ჩვენ რამე გაშლა ну გაშა ის მოკლე გაშლა რომელიც იყო იმას ვაკეთებდი მე რომელიც მქონდა არჩეული და იმას ვაკეთებდი მე იმპერატრიცას გაშლა მე-15-ზეც რა თქმა უნდა მედიტაციაც და გაშლაც მე-6 გაშლის მედიტაციას ვიყენებ აი თუ თქვა უცბად მიწევს კონსულტაციის დაწყება და არ ვიყავი მზად გავაკეთებ ამას და მე შევდივარ ძალიან მეხმარება იმიტომ რომ მოკლეა და ახლა 45 წუთი არ მიწევს რა იმ მედიტაციის ეს 45-იანი ნახატი შეგვიძლია გააკეთოთ თქვა აი თუ გაგვდრო დილით და გაიღვიძე და გააკეთე თქვა ეს ძალიან კარგად ისე რესურსი იქნება მთელი დღე არ აქვს მნიშვნელობა რით ხარ დაკავებული ძალიან მაგარია ну ხა თუ შენ თუ ამას გააკეთებ ახლა ღამე რა თქმა უნდა გაითიშები და დაიძინებ შენ ახლა რა უნდა იმუშაო ეგრევე გაგთიშავს რა ხო და ამიტომ თუ დაუშვათ ახლა არაპირებ მუშაობას იმ დილიდან გააკეთე პლუს თქვა და მუშაობა თუ გინდა ესე მე-6 გაშლის გააკეთეთ ეგეც შეიძლება ან თქვა მოკლედ რატომღაც იმპერატრიცას გაშლა მიზიდავს ან გააკეთე ეგაც იმიტომაც ლამაზდები ხედავ რომ იყვება ხშირად აკეთებ მაგას კიდევაც დაგეტყო უკვე ჩემო ლამაზო вот всё აღარ დაგაყოვნებთ ახლა всё გაკოცეთ ბევრი თქვენთან ძალიან კარგია ყოფნა მაგრამ ვიცი რომ დაღლილები ხარ ზოგი ხა მუშაობ და სამსახურიდან ხარ მოსულები მადლობა რომ ჩემთან იყავით და ესე იგი მოემზადეთ 10-ში ვიწყებ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გვექნება ჩვენ შეხვედრა კიდევ მიყვარხარ და დიდი მადლობა მადლობისთვის ჩემო ლამაზო მატრიცის დიდი მადლობა გაიხარე კი რა გაიხარე კარგად